არ მომწონს სრულად მიუღებელია. ამ სიტყვებით და პოსტით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე ირანის ახალი სამშვიდობო შეთანხმების მოგრიგ ვერსიას, რომელიც ვაშინგტონს პაკისტანის შუამავლობით გადაეცა. თეირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დოკუმენტის მთავარი აქცენტი მიმართული იყო ომის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტეში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მას შემდეგ, რაც ამერიკული მხარე ირანულ პორტებზე ბლოკადას მოხსნის. საჯაროდ ზუსტად გაწერილი პირობები უცნობია, თუმცა გავლენიანი დასავლური მედია საშუალებების ცნობით, მხარეებს შორის უთანხმოებების მიზეზი კვლავ ბირთვული იარაღის ფლობის საკითხს უკავშირდება. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანი თანახმა ურანის გამდიდრების შეჩერებაზე, თუმცა იმაზე ბევრად უფრო მცირე დროით, ვიდრე ამერიკის მიერ დაწესებული 20 წლიანი ვადაა. ამასთანავე, თეირანი კატეგორიულად უარყოფს ბირთვული ობიექტების დემონტაჟს და მოითხოვს მაღალ გამდიდრებული ურანის ნაწილი გადაეცეს მესამე ქვეყანას იმ გარანტიით, რომ ქიმიური ელემენტი დაუბრუნდება, თუ კი მოლაპარაკებები ჩაიშლება. 47 წლის განმავლობაში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მთელ მსოფლიოს ეთამაშებოდა და ბოლოს ნამდვილი ჯეკპოტი მოხსნა, მაშინ როცა ბარაკ ჰუსეინ ობამა პრეზიდენტი გახდა. ის მათთვის უბრალოდ კარგი კი არა, შესანიშნავი იყო. ფაქტობრივად მათ მხარეს გადავიდა, მიატოვა ისრაელი და სხვა მოკავშირეები და ირანს ახალი ძალიან ძლიერი სიცოცხლის შანსი მისცა. ასობით მილიარდი დოლარი და ამასთან მწვანე კუპონებით 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი ნაღდი ფული თეირანში თვითმფრინავით ჩაიტანეს და პირდაპირ მიართვეს. მათ საბოლოოდ იპოვეს ყველაზე დიდი სულელი, სუსტი და უგუნური ამერიკელი პრეზიდენტის სახით. ის კატასტროფა იყო როგორც ჩვენი ლიდერი, თუმცა არა ისეთი ცუდი, როგორც მძინარე ჯო ბაიდენი. 47 წლის განმავლობაში ირანელები გვატყუებდნენ, მოლოდინის რეჟიმში გვამყოფებდნენ, ხელნაკეთი ბომბები ჩვენს ხალხს ხოცავდნენ, პროტესტს ახშობდნენ და ახლახან 42,000 უდანაშაულო და უიარაღო მომიტინგე მოკლეს. თანაც ჩვენს ახლა უკვე კვლავ დიდებულ ქვეყანას დასცინოდნენ. ისინი ვეღარ გაიცინებენ. ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომ თეირანი მზად არის დაიცვას ის ბირთვული ობიექტები, რომლებშიც გამდიდრებული ურანი ინახება და საჭიროების შემთხვევაში საკადრისი პასუხი გასცეს მოწინააღმდეგეს. სინამდვილეში ტრამპის ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგებს ფლობს და რომ ეს უნდა იყოს განადგურებული. ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ ქვეყნიდან ურანის გატანის გეგმა, ამიტომ სრულ მზადყოფნაში ვიყავით. გულისხმობ, რომ შეიარაღებული ძალები, ეროვნული გვარდია და რევოლუციურ გუშაკთა კორპუსში გამდიდრებული ურანის შემნახველი ბირთვული ობიექტების დასაცავად იყვნენ მზად. ვარაუდობდით, რომ შეძლებდნენ საჰაერო ოპერაციით, ვერტმფრენების მეშვეობით შეეღწია ტერიტორიაზე და ასე წაეღოთ ურანი. ამიტომ შესაბამისი ზომები მივიღეთ. დღეს კვლავ ვაფრთხილებთ მტერს, რომ თუ კი ის ისევ ჩაიდენს აგრესიას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ის დაუყოვნებლივ შეეჩეხება მოქმედებათა მოულოდნელ განვითარებას. წინა შემთხვევაში დაშვებული შეცდომების გამო მტერი უკვე ისედაც იხდის შესაბამის ფასს. გარდა ჩვენი სამხედროების სიმტკიცისა, ეს ვარიანტები მოიცავს სრულყოფილი და თანამედროვე შეიარაღების გამოყენებას, ომის ახალი მეთოდების წარმართვასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამხედრო მოქმედებების ახალ არენებს. ეს ნიშნავს, რომ ომი გადაინაცვლებს ისეთ ადგილებში, რომლებიც მოწინააღმდეგემ არ გაითვალისწინა და არ ჩართო საკუთარ გეგმებში. ამიტომ ამ ტერიტორიებზე ჩვენ შეგვეძლება მტერი გავაცამტვეროთ. ვიდრე გრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასასრულებლად, რომელსაც როგორც ჩანს ჯერ ბოლო არ უჩანს, გასულ უქმეებზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული სატელეფონო საუბრისას კატარის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება მხოლოდ გააუარესებს კრიზისს, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით დონალდ ტრამპის მიერ დაწუნებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ისედაც გამწვავდა.